მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა. ჩვენ უყურებთ სუსტ არაღიარებულ რეჟიმს, რომელსაც აქვს მცდელობა, რომ თავი გამოაჩინეს ძლიერად და ამისთვის მას ერთადერთი გზა ამ ძალით ლეგიტიმაციის მისაღებად დარჩენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და ის აბსოლუტურად გასული არის ყველანაირი სამართლებრივი, ლოგიკური, მორალური ნორმებიდან, ხო, რეალურად. ეხლა აი სამართლებრივი შეფასება ამ პროცესის, რაც მელიქიშვილზე ხდებოდა, თავი რო დავანებოთ ბოლო 1 წლის წინანდელ ამბებს, ხო, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიმდინარე ამბებს, მელიქიშვილზე რაც ხდებოდა, აი უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში არანაირ ლოგიკაში, არანაირ მორალში, ქართველობაში, გაგებაში, არაფერში არ იჭდება. ჩვენ ერთის მხრივ ნახეთ კახი კალაძის ახლო გარემოცვის, მისი ორგანიზაციის ტიტუშკები, ხო, რომლებიც თავს დაესხნენ ქალებს, იძალადეს მათზე სცემეს და ნახეთ, რომ პოლიციამ ისინი გაანთავისუფლა ყველანაირი გირავების, წინასწარი აღკვეთი ღონისძიებების და შემდგომი ბრალის გარეშე, ქალებზე მოძალადეები და ამ დროს ნახეთ ბანერის დაზიანებისთვის თითქოს მასზე რაღაცა წარწერის გაკეთებისთვის და ეს ბანერი მეგი შემთხვევაში 380 ლარად იქნა შეფასებული და ელენე ხოშტარია შემთხვევაში 570 ლარად. ალბათ იმიტომ დადიოდნენ, რომ ზომას ზიანის ზომას ზომავდნენ. ალბათ. წარმოუდგენელი არის ქვეყანა, რომელსაც კრიმინალს მიაქვს, გამომძიებლები და პოლიციელები დაკავებულები არიან წარწერების ზომის და წარწერების ზომებზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, ხო? ეხლა ჩვენ ერთი ვიცი ზუსტად ჩვენი კოალიციის 4-ვე ლიდერი უკვე ელენე შეიძლება თავისუფლად მივიჩნიოთ, რომ დღეს თუ არა ერთი თვის შემდეგ ის ივანიშვილის საპატიმროში, იმიტომ რომ ჩვენი სამი კოალიციის ლიდერივით ზურა, ნიკასავი და ნიკასავით არ ითანამშრომლებს და თანამშრომლობაში ამ შემთხვევაში გულისხმობთ გირაოს გადახდასაც თუ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო იქნება გამოყენებული. ელენე ხოშტარია გირაოს გადახდას ეს გირაო იქნება. ცალსახად ყველა ჩვენი ქმედება, ხო, თავის დროზე ეს გირაო არ გადაიხადეს მათ შორის კოალიციის არც სხვა ლიდერებმა, არ მივიდნენ კომისიაზე, არც ამ ფორმით არ ითანამშრომლებს, არ მიდიან სასამართლოებზე და არც ამ ფორმით არ თანამშრომლობენ და ელენე ხოშტარიას პატიმრობა გარანტირებული აქვს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ყველას, ვინც ახდენს მათი არალეგიტიმურობის დემონსტრირებას ყოველ ჯერზე და მათი უსუსურობის დემონსტრირებას, უსუსურობა არის კი ის, როდესაც იმ მერის ბანერზე, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ამ ქვეყნის და ქალაქის წინაშე ერთ პატარა წარწერას გააკეთებ, უსუსურობა არის ეგ და ის მერე ამისთვის ჩივის და სისხლის სამართლით გამოძიება იწყება, ეს იმ პოლიტიკური ძალის უსუსურობაზე მიუთითებს და შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ის პირი, ვინც რეჟიმის მხილებით არის დაკავებული და მისთვის წინააღმდეგობის გაწევით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ბრძოლის ხასი ინარჩუნებს და წინააღმდეგობის ხასი ინარჩუნებს, აუცილებლად დროებით, ოღონდ ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდეს. ივანიშვილის საპატიმროს მორიგი ანა, შიში რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. რაღაც პერიოდში თითქოს წელში გაიმართა ქართული ოცნება, როდესაც ისეთი მასშტაბური აღარ იყო პროტესტი, წელში გამართვას გულისხმობ განცხადებებს, როდესაც ისინი აკეთებდნენ, როდესაც პროტესტი ისეთი მასშტაბური აღარ არ იყო, როგორც ეს დეკემბრის თუ ნოემბრის თვეებში. თუმცა საზოგადოება მაჩვენა, რომ ქუჩაში გამოდის ათასობით ადამიანი და გამოდის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თუ კი ძალადობას უპირისპირებს ქართული ოცნება საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს. ხალხი არის მთავარი რისიც ეშინია ახლა ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს და ოქტომბერი არის მთავარი რისიც ეშინია ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს. ცალსახად ესენი აბსოლუტურად აბსურდულ განცხადებებს აკეთებდნენ, რომელსაც რეალობასთან არასოდეს განსაკუთრებით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში რეალობასთან არანაირი კავშირი არ ქონია. ისინი ეს რეჟიმი იმ განცხადებებსაც აკეთებდა, რომ პროტესტი დასრულდებოდა 2 კვირაში, 3 თვეში, იანვრისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ 1 წლის განმავლობაში ამ განგრძობით პროტესტს და არაღიარების და არ თანამშრომლობის მთელ ხაზს და ეშინია ორი რამის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, რაც ცდილობს აი ესე ცხოველურად, ხო?
რეჟიმით. ეს ცხოველურად ცდილობს და ძალმომრავლობით ცდილობს რაიმე ფორმით მიიღოს აღიარება და მიიღოს მოცემულობის ნორმალიზება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მას ეშინია ყველა იმ აქტორის, ყველა იმ ადამიანის, პოლიტიკოსის, მედიის წარმომადგენლის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, ვინც ნორმალიზების პროცესში მას ხელს უშლის. ბუნებრივია ის ხალხიც, რომელიც რუსთაველზე დგას და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს დღეები აუცილებლად და განსაკუთრებით 4 ოქტომბერი, სადაც ივანიშვილს კიდევ ერთხელ ექნება მცდელობა, რომ მიიღოს რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია და ნორმალიზება მოახდინოს პროცესის, აუცილებლად კიდევ ერთხელ დააპროვოცირებს ადამიანებში ძალიან დიდ პროტესტს და მას ძალიან მალევე ასევე დაეწევა ალბათ ქართული ოცნების პირობებში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება სამწუხაროდ, რომელიც იქნება ძალიან დიდი დანაშაული რეჟიმის ჩვენი ქვეყნის წინაშე და შესაბამისად მათ აუცილებლად ეშინია დიდი რაოდენობის ადამიანების და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველ ჯერზე, როდესაც ქუჩაში გამოდის დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ეს ვნახეთ მათ შორის 13 სექტემბერსაც, როდესაც უზარმაზარი მსვლელობა გაიმართა და არ გამართლდა ქართული ოცნების არც სიხარული, არც მოლოდინი, რომ თითქოს პროტესტმა რაიმე ფორმით ამ ქვეყანაში მიიძინა.